შენ გამოიწერე ჩემი YouTube არხი. ჩემი TikTok-ი? გამოიწერე, ძალიან გამიხარდება და ისედაც მადლობელი ვარ. ამდენი ხალხი რო უყურებს. ბევრი უკვე მომხმარებელიც არის, რომელიც ყვანყოფილია. ყველა ვარიანტში ვცდილობ რომ მაქსიმალურად მომხმარებლისთვის შევქმნათ კომფორტი, რა თქმა უნდა, ხდება რაღაც შეფერხებები ხანდახან, მაგრამ ამის გარეშეც არ არსებობს, ხო? ხდება ყველაფერი, არ უშავს. მაგრამ თავარია ყველაფერი ისეთი უნდა იყოს, რაც ჩვენ გამოვასწორებთ. ისეთ უნდა იყოს კი არა, ისეთი რაც არ უნდა იყოს გამოვასწორებთ. ხო და ეხლა ნახეთ, ეს არის რეფრიჟერატორები, ახალი მოდელები, ეს არის EVM 100, წინა მოდელი, იგივე ძალიან მაგარი მოდელი, ეხლა მაგენს ვთავაზობთ უკვე, ფასები უკვე ზოგი არის და მალე უკვე ვიტყვი ფასებს. რა მინდოდა კიდე მეთქო თქვენთვის, რომ ეხლა ახალ რეალობებში ყველაფერი ძვირდება. საქართველოში ბენზინი აიწია. ჩინეთში ერთი კვირის წინ 7 და 6 იყო 1 ლიტრი ბენზინი. დღევანდელი დღე არის 9-ზე მეტი უკვე ავიდა. 9, 1, 9, 2. წარმოიდგინეთ, რამდენად დიდი სხვაობა არის. რამდენად დიდი სხვაობა არის ჩინეთისთვისაც. იმიტომ რომ სოფლიო სიტუაციები, რაც ხდება სოფლიოში, აკეთებს ასე ვთქვათ გავლენას ბევრ საქმიანობაზე. და ერთ-ერთი იქიდან არის ლოგისტიკა, რომელიც ძვირდება და რა თქმა უნდა, აქედან ჯამურად მანქანაც ძვირდება, ხო, მაგის ჩამოყვანა. ჩვენ ვცდილობთ რომ სტაბილიზაცია გავუკეთოთ მაგ ყველაფერს, მაგრამ უკვე დღევანდელი დღით ერთი მანქანა სავარაუდოდ $150 უკვე 1000 იუანს იმატებს გადაზიდვაში. შიდა გადაზიდვაში. როცა თქვა 3000 იუანია, უკვე 4000 იუანი დაჭირდება შიდა გადაზიდვას, სადღაც რო პორტში მივიყვანო ავტომობილი. ასე რომ ეს ტექნიკა კიდე რომელიც არის, ამ ტექნიკა არის სხვადასხვა ორკარიანი, აქეთ ორი კარი, აქეთ 4 კარიანიც არის. არის კიდე ევაკუატორები, უკვე მაქვს უკვე ეგენი დადებული TikTok-შიც, კიდე ბევრს დავდებ, YouTube-შიც დავდებ. მინდა ინფორმაციები რო გქონდეს. ეხლა ამ ტექნიკაზე ჯერჯერობით ფასები თლიანად არ გამოვიდა, მაგრამ ძალიან მალე იქნება, ვისაც აინტერესებს დამიკავშირდით. ძალიან მაგარი ფასები ექნება ამ ტექნიკაზე. ძალიან მაგარი ფასები ექნება. ბევრად უკეთესი ვიდრე BYD T5 და კიდე ასეთი ბრენდები, რომელიცაც ასე ვთქვათ გაბერეს სახელი, მაგრამ რა თქმა უნდა BYD ძალიან მაგარი ბრენდია. მაგაში ორი აზრი არ არის. მაგრამ ფასებიც აქვს უკვე თვითონ BYD-ს, რომ ძალიან მაგარი ბრენდია და მსოფლიოშია, გაბერილი და სხვაგან კიდე სხვა ბრენდები კიდე არის